როგორ განვარსხვავოთ სიზარმაცე ADHD-სგან. სიზარმაცე არის როცა ბავშვს შეუძლია, მაგრამ ირჩევს რომ არ გააკეთოს. ეს სიზარმაცეა. ADHD-ის შემთხვევაში ბავშვს ხშირად უნდა, მაგრამ ვერ ინარჩუნებს პროცესს. ADHD-ის ბავშვი ზოგჯერ აკეთებს ძალიან კარგად ყველაფერს, ზოგჯერ საერთოდ ვერ აკეთებს. ეს არასტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. და ახლა ყველაზე მტკინეული ნაწილი არის ის, რომ როდესაც ბავშვს ვეუბნებთ, რომ ზარმაცი ხარ, ბავშვი ამას უბრალოდ არ ისმენს. ის იწყებს ამის დაჯერებას. იმისთვის ეს წინადადება არ არის. იმისთვის თავის ჩამოყალიბებაა. და დროთა განმავლობაში ეს ხდება მისი შიდახმა, რომ მე ზარმაცი ვარ, თქვენი ნათქვამი რომ ზარმაცი ხარ, იზრდება რომ მე ზარმაცი ვარ. რაღაც არ არის ჩემში სწორად. და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ქცევის პრობლემა. ეს ხდება თვითშეფასების პრობლემა. ამიტომ მინდა ეს ძალიან მკაფიოდ თქვა, ADHD არ არის სიზარმაცე, ADHD არის სირთულე რეგულაციაში. მე დამჭირდა 30 წელიწადი. რომ ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ შენ არ ხარ ზარმაცი, შენ უბრალოდ სხვანაირად უყურებ, სხვანაირად გადალახავ, სხვანაირად ფიქრობ. ძალიან უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს გახსოვდეთ მშობლებს, ზარმაცი ბავშვი არ აკეთებს, ADHD ბავშვი ვერ აკეთებს სტაბილურად. იმას კი არა რომ მთლიანად ვერ აკეთებს, უბრალოდ სტაბილურად ყოველთვის ვერ აკეთებს. ამიტომ, როდესაც მშობლები იძახით, რომ აი რატო შეუძლია ამის გაკეთება და იმის არ შეუძლია, კი, მაგის ზუსტად ესია. ის რაც უფრო მეტად აინტერესებს, იმის გაკეთება შეუძლია. მაგრამ თუნდაც იმ დაინტერესების პერიოდში, როდესაც აკეთებს, თუ უფრო საინტერესო რაღაცა შემოვიდა, ვიზუალურად ან ხმით, დარწმუნებული იყავი, რომ იმ წუთასვე იმაში გადაერთვება.